გამარჯობათ მედიაკავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. Თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ რეჟისორი ბატონი სპარტაკ ფარჯიანი და დავიწყებ მადლობით, უღრმესი მადლობა მას, რომ დღეს მისი ერთ-ერთი ახალი ფილმის ტელეპრემიერა შედგება ამ გადაცემაში. ბატონ აკაკი კვიციანს შეეხება ფილმი, რომელსაც ქვია ასე ფუძე ძლიერი კაცი. თავიდან კითხავთ მაყურებელს, რომ უთხრათ და რადიო მსმენელს, როდის შედგა ამ ფილმის პრემიერა, სადაჩვენეთ და მე ფილმი ვაჩვენოთ და დანარჩენზე შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. პრემიერა შედგა მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს. გასულ წელს შედგა უნივერსიტეტში 100 წლის საიუბილეო თარიღი ბატონი აკაკის. და იქ შედგა პრემიერა და ფილმის ჩვენება. ჩვენება და იმის მერე პირველად ხდება თქვენ არხზე ამ პრემიერა და ფილმის ჩვენება და ფესტივალებზე გქონდათ წარდგენილი? ფესტივალებზე არა, ჯერჯერობით არა, იმიტომ რომ შარშან მოურჩით ჯერ დაღვინებული არაა კარგად ბოლომდე, რომ ფესტივალებზეც ვაჩვენოთ ეს ფილმი და დიახ. კულტურის დამსახურებული მოღვაწე აკაკი კვიციანი, რომელიც ესე იგი 2000 წელი მოღვაწეობდა მესტიის სვანეთის მუზეუმში. მაშინ იყო მესტიის ხარისხმოვნების მუზეუმის ხელმძღვანელი. რომელიც მან ესე იგი აკაკი კვიციანის დირექტორობის დროს ამ მუზეუმში იყო სულ დაახლოებით 400 რაღაცა ექსპონატი და ბატონმა აკაკიმ ამ 2000 წელიწადში აიყვანა 7800-მდე ექსპონატი. იმდენი ექსპონატი და დაცული ახლა რა თქმა უნდა სვანეთის მუზეუმში ეს ყველაფერი და ფილმს უყუროთ. დიახ, უყუროთ. მეც პირველად ვნახავ დიდი ინტერესით, ველოდებოდი დიდი ხანია ამ ფილმს და ამ პრემიერას, რომელიც დღეს აქ შედგება, ტელეპრემიერას. ერთად ვნახოთ ბატონი სპარტაკ ფარჯიანის გადაღებული დოკუმენტური ფილმი ფუძე ძლიერი კაცი, შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით ეთერში და გავაგრძელებთ საუბარს. სვანეთი ქართული ენობრივი სამყაროს, ქართული კულტურის და სახელმწიფოებრიობის უძველესი ქვაკუთხედია. ეს არის საქართველოს ულამაზესი რეგიონი, განუმეორებელი თავისი ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ძეგლებით, მითებით, ლეგენდებით, ფოლკლორით, რაც ამ რეგიონს დამსახურებულად ანიჭებს ღია ცისქვეშა მუზეუმის სტატუსს. ეს ადგილები და ძეგლები ყველამ უნდა მოინახულოს, რათა ეზიარონ ბუნების პირველ ქმნილ სილამაზეს, კულტურისა და ხელოვნების შედევრებს. სვანეთს საკუთარი ენის და კუთხური კულტურის გარდა შემონახული აქვს ძველი ქართული ეთნიკურ-კულტურული მემკვიდრეობა. ძველი არქიტექტურა, კოშკიანი სამოსახლოები, უძველესი მოხატული ტაძრები, ქტიტორული წარწერებით. მრავლად გვხვდება ჭედური ჯვარხატები, ასევე წარწერებით. ყოველივე ეს ისტორიისთვის დიდი ინფორმაციის მატარებელია. ინფორმაციისა, რომელსაც ბევრი დღევანდელი წარმატებულიერი ინატრებდა საკუთარი ისტორიის გასამდიდრებლად. სწორედ ამ ულამაზესი კუთხის პირქუშ და ამაყ უშვის ხეობაში, მდინარე დოლრას ნაპირზე დაიბადა კულტურის დამსახურებული მოღვაწე აკაკი ესტატესძე კვიციანი. წინაპრებიდან მოყოლებული ფუძე ძლიერი. ბატონ აკაკის და ქალბატონ ლილი ონიანის დიდი სვანური ოჯახი მოყრის მოყვარულად დამხვედრი და მტრის მომრიგებელი, სვანური გულუხობით და პურმარილით ცნობილი, გამტანობით, ერთგულებით, ლიბოძლიერი ოჯახი, საამაყო შვილების გამზრდელი,
ათეული წლობით ამ ოჯახის კარები ფართოდ იღებოდა სვანური ისტორიითა და ეთნოგრაფიით დაინტერესებულთა თუ თაყვანისმცემელთათვის და ყველა მათგანისთვის, ვისაც ოდნავ რამე უკეთებია სვანეთისათვის. გაგო იყო საერთოდ პატრიოტი კაცი და უზომოდ შეყვარებული სვანეთს. მისი ახალგაზრდობა და საერთოდ გონივრული წლები შეალია სვანეთს. ჯერ დაიწყო მუზეუმით, სადაც ჩაიბარა სადღაც 400 ექსპონატი და რომ მიდიოდა უკვე მაშინ დაახლოებით 8000 ექსპონატამდე იყო. იქ რაც ექსპონატი იყო, ზურგჩანთით მოტანილი იყო თითქმის ყველა, იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინეთ, იქ ავტორიტეტი თუ არ გექნებოდა ოჯახებიდან და ეკლესიებიდან მითხატების გამოტანა არ იყო ესე იოლი საქმე, მაგრამ კაკოც ჰქონდა ამის ავტორიტეტი და შემოქონდა მუზეუმში. მუზეუმიც მერე მუშაობდა ძეგლთა დაცვაში. ძეგლთა დაცვაში უამრავი კოშკი და უამრავი ეკლესია აღადგინა. ერთ-ერთი კაცხის წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ ფარში იყო ძალიან დაზიანებული, თაღი ჩამოწეული იყო, კედლები დაზიანებული იყო და მაშინ რაღაცა მოიფიქრეს კამერებით შეუყენეს ხარაჩოები და ჩვეულებრივი ნასოსებით ბერავდნენ იმას ერთი კვირა მოუნდენ იმისა და აწიეს ეს თაღი. მე მიმქონდა ხრეში იქამდე მასალები, იქიდან უკვე ატანას მანქანა არ მუშაობდა, ვერადიოდა, გზები არ იყო, გზების გასაკეთებელი იყო, გაუკეთეთ გზები, მაგრამ ბოლომდე ვერავიდნენ და ბოლოს აქონდათ სახედრებით და ცხენებით. ეს ეკლესია აღდგა და ახლა შესანიშნავი ერთ-ერთი კაი ძეგლი დგას. ამის შემდეგ მამა ჩემმა გადაინაცვლა კულტურის განყოფილებაში. კულტურის განყოფილების გამგედ რო დანიშნეს იმ პერიოდისთვის დაშლილი იყო ეს გუნდი, მაშინ სვანეთს კაი გუნდი ყავდა, პლატონ დადვანი ხელმძღვანელობდა და აღადგინა ეს გუნდის მოქმედება. ბატონი აკაკი თითქმის 15 წელიწადი რაიონის კულტურის განყოფილებას თაოსნობდა. მის პერიოდში ფუნქციონირებდა სახალხო თეატრი. 91 წლიდან როცა კაკოკვიციანი შემოვიდა ჩვენს განყოფილების გამგედ, მონდომებული კაცი და იცოდა სვანური წესჩვეულებები ყველაფერი და მივიდიოდით ჩვენ დასახული მიზნით რესპუბლიკურ შეჯიბრებებში ყველგან წინა პლანზე ვიყავით. კაკოკვიციანის დიდი მონდომობა განაპირობებდა. ისლამიდან ჩაუდექით სადავაში ანსამბლს და თანას ვამართლებდით. რასაკვირველია, პლატონის დიდი ღვაწლი სვანურ ფერხულებში და სიმღერებში დიდია. სვანეთის ფოლკლორული ანსამბლი რიხო გახდა რესპუბლიკის ოლიმპიადაზე რამოდენიმეჯერ გამარჯვებული და დაიბრუნა ის დიდება, რომელიც ოდითგანვე მოსდგამდა ამ ანსამბლს და დღესაც აგრძელებს ანსამბლის ახალგაზრდა წევრები ამ ტრიუმფალურ სვლას. ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტმა ეთნოგრაფ ისტორიკოსის პროფესორ გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით შეკრიბა სვანეთში უმდიდრესი ისტორიულ ეთნოგრაფიული მასალა. სტუდენტობის შემდეგ ბატონმა აკაკიმ მესტიის საშუალო სკოლაში იღვაცა და საქართველოს სიყვარულით აღზარდა მომავალი თაობები. საქართველოში, როგორც უძველესი დიდი კულტურის მქონე ქვეყანაში, სამუზეუმო ფასეულობათა შეგროვებას და მოვლაპატრონობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს გადგმული. აკაკი კვიციანი თითქმის 6 ათეული წელიწადი ეძებდა და ელოლიავებოდა სვანეთის მიწაზე აღმართულ კულტურის ისტორიულ ძეგლებს და სვანური შემართებით, გულმოდგინებით ემსახურებოდა ამ ჭეშმარიტ დიდებულ საქმეს. ბატონი კაკო მუზეუმის დირექტორი გახდა. ეს კერძო მესაკუთრისგან იყო შეძენილი და ის პირობები არ იყო იმ ძეგლების დაცვის, რომელიც მუზეუმშია განთავსებული, რაც იყო საჭირო, მაგრამ კაკო ყველაფერს აკეთებდა იმისაც, რომ ესენი განსაკუთრებულ პირობებში ყოფილიყო შენახული. და შემდეგ სანამ ახალი მუზეუმი გაკეთდებოდა, ეს მუზეუმი მუშაობდა კარგად.
ეხლა ბატონი კაკოს დამსახურების შესახებ ალბათ რესპუბლიკამაც იცის, ყველა მიცის. ბატონი კაკოს ყველა იცნობდა და მე პირადად მისი ასაკით უმცროსი მეგობარი ვიყავი და მახარებდა მისი წარმატებები და ძალიან ბევრი რამე მე მისგან ვისწავლე. პირველ რიგში იმ ძეგლების სიყვარული, რომლითაც ამოყავს სვანეთი. ბევრი რამე გააკეთა მაგან და ალბათ ამას სვანეთი არასოდეს არ დაივიწყებს. მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1936 წელს დაარსდა. ამ მუზეუმში დაცული ექსპონატები, აქ დაუნჯებული ერის, სულიერი თუ კულტურული ძეგლები, ხატჯვრები და ოთხთავები მსოფლიო მნიშვნელობისაა. 1954 წლისთვის მუზეუმში 495 ნივთიერი ექსპონატი ინახებოდა და ის ბატონი აკაკის მუზეუმის დირექტორობის დროს 2 ათეული წლის განმავლობაში 7878 ექსპონატით შეივსო. მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში იქნა გადაყვანილი და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაერქვა. ხელოვნების ნიმუშების მდიდარი კოლექცია მესტიის წმინდა გიორგის ეკლესიის საგამოფენო დარბაზში განთავსდა, სანამ ახალი მუზეუმი აშენდებოდა. წელს დაიწყეთ მუშაობა სამუზეო დარგში, რაც აუცილებელი. პირველისა შევადგინეთ ფონდების წიგნები. დაიწყეთ მუშაობა სოფლებში, ყველა სოფელში ვადიოდით. პირველი შეძენილი იქნა მონეტები ჭუბერიდან. მე 10-დან მოვიტანეთ 1000-ის თაღლოზე ლესის კარები. უნიკალური კარებია, მოჩხურმებულია და წარწერება დღემდე დაცულია მესტიის მუზეუმში. და თავარია პირველად ჩატარდა მესტიის რაიონში, დაბა მესტიაში
არქეოლოგიური გათხრები გაგოს ინიციატივით და დაფინანსებით ჩატარა არქეოლოგია ჩართულმა შოთამ. ეს ოფსკინვალი მოვლენა, დიდი მოვლენა. და მთელი ნიუტა და ეს მუზეუმს ამაპაურების და ჭუბეში აღმოჩენილი სამარავანი. მე ვსაუბრობ ჩვენზე და არის ხომ და მეტანი და მთელი მასალები მუზეუმში დაცული არის ამჟამად. ოჯახ დავდოდეთ თავისით ტრანსპორტი სოფელ. ყველა ოჯახი გადავწყვეტ ჩანაკარგად. დიდი პატივისცემით. ეს ყოველი იარო საქმე იმ დროისათვის. აი ქრისტიანის მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი არის 971 წელს პირველ სამეცნიერო ჩატარება დამამესტიაში. წარგუციანმა მოეწვია მესტი და მოეწვია დიდი მეცნიერები. მაქსიმე ხალდანი პროფესორი და მეცნიერი, აგასვიანი ისტორიკოსი, ჯუნისონიანი ხელმძღვანელი ეთნოლოგი, ეთნოგრაფი. რუსდაყენია ხელმძღვანელი და ნელი ალადაშვილი ხელმძღვანელი. ეს ოფსკინვალე სესია, რომელიც დარჩება სამშაბათში და სვანეთი ქმნიდა სწორედ ამ შესწავლამ, სწორედ გიორგი ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით მისმა სკოლამ გამოავლინა, რომ სვანეს თავისი სახელოსნოების ჰქონდა. აი ამ სახელოსნოებმა ძალიან ბევრი ნამუშევარი დაგვიტოვა. ასე ჩამოვიდა მაგალითად ერთ-ერთი ცნობილი პროფესორი კონდაკოვი, რომელიც ჩამოვიდა, რომ ენახა ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშები. მოიარა მთელი საქართველო, ვერსად ვერ ნახა ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშები. და გულახდილად მაშინაც მიაღიარა, რომ საქართველოს აქვს თავისი თვითმყოფადი განვითარების გზები. მაგრამ თუ უარყო ბიზანტიური გავლენა ჭედურ ხელოვნებაში, სამაგიეროდ მონუმენტურ მხატვრობაში მან ყველაფერი მიიღო როგორც ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშები. აი სწორედ ამას წლების განმავლობაში უნდებოდა გიორგი ჩუბინაშვილის სკოლა, რომ დაემტკიცებინა, რომ სვანეთი თვითმყოფადი გზით, თავისი გზით მიდის სიმპოზიუმები, რომელიც ჩვენ მოვაწყეთ საქართველოსა და იტალიას შორის, მსოფლიომ გაიცნო სვანური ხელოვნება. სვანური ესეც იგი ქართული და დღეს თავისუფლად შეუძლიან მარგაშვილი იაროსვანმა, იმიტომ რომ მისი ხელოვნება ყველა დარგში, აიღეთ მუსიკა, აიღეთ ცეკვები, გუნდური სიმღერები, ყველაფერში აქვს თავისი წვლილი შეტანილი საქართველოს წინაშე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამობრძანდა ზემო სვანეთში, მოილოცა და მოინახულა ეკლესიები და მუზეუმებში დაცული სიწმინდეები და ასევე აღდგენილი ძეგლები. ბატონი აკაკი იყო პატრიარქის გულუხვი მასპინძელი და მეგზური. უწმინდესმა ბატონ აკაკისთან ერთად მოიარა, მოინახულა და მოილოცა სვანეთი. პატრიარქმა თავის ქადაგებაში თქვა: ახალი ტაძრებისა და კოშკების მშენებლობა ღვთისათვის მართლა სათნოა, მაგრამ ხშირად დავიწყდებათ ძველი ეკლესიებისა და კოშკების, მათი ნანგრევების აღდგენა და გადახურვა. ეროვნული საგანძურის მოვლა პატრონობა. ვინც აღადგენს და ძველს არ ივიწყებს, უფლისა და ქვეყნის წინაშე დიდად კეთილ საქმეს აკეთებს და უფლის შეწევნა გაცილებით მეტია, რადგან ასეთ ადამიანს და მის ოჯახს არ მოაკლდება შეწევნა უფლისა. მათი აღდგენა განახლება წინაპართა პატივისცემისა და სამშობლოს სიყვარულის დიდი გამოვლინებაა. ესაა ჩვენი უთვალავი, ძველი, აღდგენილი და ახალი ისტორიული ძეგლები. ჩვენი ხელოვნება, არქიტექტურა. ესაა ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. ამიტომაც ამბობს ქართველი, როგორც უფალი, სამშობლო, ერთია ქვეყანაზედა. სწორედ ასეთ საშვილიშვილო საქმეს, ძველი და დანგრეული კოშკების, ეკლესიების აღდგენა გადახურვას ემსახურებოდა
აკაკი კვიციანი და გადაარჩინა რამოდენიმე ძეგლი სვანეთში დანგრევას. ბატონი აკაკის ღვაწლი მრავალმხრივია და ის მოიცავს ფართო სპექტრს, როგორც არის მუზეუმის ხელმძღვანელობა, რაიონის კულტურულ საგანმანათლებლო სექტორის ხელმძღვანელობა და სიძველეთა გადარჩენა. ძალიან საყურადღებოა, რომ ამ დიდმა ადამიანმა ამ ყველაფერს თავი გაართვა. მუზეუმის ექსპონატების დიდი რაოდენობით მატება, ეს ყველაფერი მის სახელს უკავშირდება და ამავე დროს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მუზეუმის ქცევა ამ დროს უკვე სამეცნიერო დაწესებულებად, კვლევით დაწესებულებად. აკაკის მჭიდრო კავშირი ჰქონდა თავის დიდ მასწავლებელთან აკადემიკოს გიორგი ჩიტაიასთან, სწორედ მისი მითითებით იწყებს ის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალის შეკრებას სვანეთში და აგრეთვე დიდ ხელოვნებათმცოდნესთან აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილთან. და სწორედ ამ ორ დიდ ადამიანთან თანამშრომლობით მან სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანა მესტიის მუზეუმი, რომელსაც სტატუსიც გაეზარდა და დაერქვა უკვე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. აქ ჩატარდა მისი თაოსნობით პირველი სამეცნიერო კონფერენცია. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი სვანეთის ცხოვრებაში. მეორე ძალიან საყურადღებო მიმართულება, რასაც ბატონი აკაკი სვანეთში სათავეში ედგა, ეს იყო სიძველეთა დაცვა, სიძველეთა რესტავრაცია, აღდგენა. ძეგლთა დაცვის სამმართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, რა თქმა უნდა, მან შეძლო სვანეთის არაერთი ეკლესიის გამაგრება, გადარჩენა და აღსანიშნავია, რომ იმ წիր მატერიალური ტექნიკურ რესურსის პირობებში მის მიერ ხელშეულებული ეკლესიები დღესაც საკმაოდ კარგ მდგომარეობაში არის, რაც მიუთითებს იმ დიდ უნარზე და ცოდნაზე, რაც აკაკის და მის ჯგუფს გააჩნდათ 60-იანი, 70-იანი წლების სვანეთში. საყურადღებო არის ის გარემოებაც, რომ ეს დახმარებით შესაძლებელი გახდა კოშკების რესტავრაციაც და გადარჩენაც. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და ჩვენ და სასიხარულოდ მისი ოჯახი, მისი ვაჟიშვილი აგრძელებს მამის ამ გზას და მისი ვაჟიშვილის თაოსნობით მხარდაჭერით ხედავდა რა მამის უშუალო შრომასა და გარჯასწლების განმავლობაში. ისიც გახლავთ რამდენიმე ეკლესიის მშენებელი, კალას თემში წმინდა გიორგის ეკლესიისა, მშობლიურ ბეჩოს თემში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის აღმდგენელი, სადაც წირვალოცვა ტარდება ღვთისმსადიდებელი და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ტრადიცია არ იკარგება და სულმნათი აკაკი კვიციანის საქმე გრძელდება ჩვენს დროშიც. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კულტურის მოღვაწე ისტორიკოს აკაკი კვიციანის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია. სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივა. მე რა თქმა უნდა ხარშემიძლია აკაკი კვიციანის სახელი, რომელმაც საკმაოდ ახალგაზრდა ჩაიბარა მუზეუმი, რომელიც ძალიან ესეთი ძლიერი ეს არის და ამდენადაც ჩემთვის ცნობილია იმ ექსპონატთა რაოდენობა, რაც მას მუზეუმში მე მგონი გასამაგებული იყო უმეტი არა. ანუ ის სოფელ დადიოდა, აგროვებდა ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც მუზეუმს უდგას ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, უყვარს თავისი კუთხე და რა თქმა უნდა ბუნებრივია უყვარს ის საქმე, რა საქმესაც ის ემსახურება. სწორედ ასეთ კაცებზე დგას ქვეყანა. ყველაზე დიდი პატრიოტიზმი ჩემთვის პირადად არის სწორედ პროფესიონალიზმი. ადამიანის პროფესიონალიზმია. და სწორედ ბატონი აკაკი და მასთან ერთად ის ადამიანები, მის გარშემო მოღვაწეობდნენ, არიან სწორედ ის ადამიანები, რომელიც ყველაზე დიდი პატრიოტები არიან. და ისინი მესტიდან აკეთებდნენ იმ დიდ ქართულ საქმეს, რომელიც ქართულ საქმეზეც დგას საერთოდ ჩვენი სახელმწიფო და ეს უნივერსიტეტიც რა თქმა უნდა ბუნებრივია მათ შორის. 1971 წლის 8 სექტემბერს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულებით აკაკი ესტატესზე კვიციანს კულტურის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება მიენიჭა. მხარის მატერიალური კულტურის ძეგლთა შეგროვების, დაცვის და პროპაგანდისთვის გაწეული აქტიური ნაყოფიერი საქმიანობისთვის
საქართველოს სესერე მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ფილიალის, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსების 50 წლის თავთან დაკავშირებით საქართველოს სესერე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1986 წლის 9 ივლისის ბრძანებულებით აკაკი ესტატეს ძეკვიციანი დააჯილდოვა საპატიო სიგელით. საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის განკარგულებით აკაკი კვიციანი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. კულტურის დამსახურებული მუშაკი აკაკი კვიციანი 6 ათეული წელიწადი ეძებდა და აღადგენდა სვანეთის მიწაზე აღმართულ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს. სვანეთში ასული მეცნიერები ლაპარაკობენ 1000-წლოვან ქართულ კულტურაზე, რომლის მოწამენიც არიან ხუროთმოძღვრული ანსამბლები, მურყვამები, ეკლესიები, ციტადელები, ქვითკირის მაჩვიბები, სიმტკიცით, სიმძლავრით, ფორმითა და დანიშნულებით. სვანური კოშკი სოფლიო ხუროთმოძღვრების სიამაყეა. გადარჩენილი რამოდენიმე ათეული კოშკი შექმნა საოცრად რიცხმცირე ტომმა. წინა საუკუნის დამდეგს 400 კოშკი იყო, მაგრამ მათი უმეტესობა დაინგრა და გახდა აღსავდგენი და გადასახური. თითქმის 10 წელიწადი ბატონი აკაკი მესტიის რაიონის ძეგლთა დაცვის უბნის უფროსი იყო. მისი დიდი დამსახურებაა, რომ აღდგა და გადაიხურა მესტიის რაიონში რამოდენიმე კოშკი და ეკლესია, საქართველოს ძეგლთა დაცვის სამმართველოს თანადგომით. ადამიანები იბადებიან, მათი სიცოცხლე ქრება ჩვენს თვალწინ. ჩვენი შინაგანი სამყარო კი უგრძნობი რჩება, თითქოს ეს ყველაფერი სხვაგან ხდებოდეს. არასწორად ვფიქრობთ წუთი სოფელზე, მარადიულ ცხოვრებაზე. მიწიერი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობას გავს. ნუ თუ ნებისმიერი თაობა არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ უაზროდ მოკვდეს ყოველი ახალი თაობის მოსვლის შემდეგ, რომელმაც ზუსტად იგივე ბედი უნდა გაიზიაროს, როცა ცვლად მისი შთამომავლობა მოვა. დასრულდა ფილმი, ეს იყო ტელეპრემიერა ბატონი სპარტაკ ფარჯიანის დოკუმენტური ფილმისა ფუძეძლიერი კაცი, რომელიც ვინც გვიან შემოგვიერთდა იმათ საყურადღებოდ ვამბობ. ეს ფილმი ეხებოდა ბატონ აკაკი კვიციანს. მე მისი ღვაწლის შესახებ ამ ფილმიდან გავიგე პირველად და მადლობას გიხდით თქვენ ბატონ სპარტაკ იმისთვის, რომ თქვენ წლების განმავლობაში რაც მე გიცნობთ ესე თანმიმდევრულად მიყვებით და საშვილიშვილო საქმეს აკეთებთ. იმიტომ არა რომ აქ სიხართ. მეორე თქვენარი არ მეგულება, ვინც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამუზეუმო სფეროში განსაკუთრებული წვლილის მქონე ადამიანებზე იღებთ ფილმებს და შთამომავლობას უტოვებთ ჩვენ რომ აღარ ვიქნებით. მომავალი თაობა ნახავს როგორი წინაპრები ყავდა მათ. მე არ ვიცოდი ბატონი აკაკი კვიციანის შესახებ არაფერი, თქვათ მაშინ როცა სვანეთის საგანძური მის მიერ ასეთი ამხელა საქმე ქონდა გაკეთებული სვანეთის მუზეუმის წინაშე მას და თურმე 2012-ში გარდაიცვალა და როცა სვანეთის საგანძური სამშენებლო ნარჩენებში ქონდათ ის ადამიანი ცოცხარ ნეტავ მსოდნო და ნეტავ ჩამეწერა მასთან ინტერვიუ. აი ხა ძალიან მწუხვარ, მაგრამ მე ეხლა გავიგე. თუ შეიძლება მითხარით იქნებ მე არ ვიცი თქვენს გარდა თქვენი კოლეგები თუ არიან ან თუ გაგიგიათ, ვინც აი ამ მიმართულებას აშუქებს. ჩვენი ქართველობა დგას კულტურულ მემკვიდრეობაზე, ჩვენს ეკლესიაზე,
ჩვენს ძეგლებზე, ხატებზე, ჯვრებზე, ნახატებზე, იმის გარეშე ჩვენ ვართ ნული. ვინმე თქვენსავით ამ საქმეს თუ აკეთებს და რამდენად ხართ ხელშეწყობილი თქვენ ამ საქმიანობაში? ნუ ისევ მოგესალმებით ახლა მაყურებელს დიახ. მაყურებელს მივესალმები. ხელმეორედ დავბრუნდით. და ძალიან კარგია ქალბატონ ნინო, რომ თქვენ არხზე ყოველთვის ხდება ესეთი ფილმების გაშუქება და კულტურულ მემკვიდრეობაზე რო აქვთ ყოველთვის საუბარი თქვენთან და ბევრს მოღვაწეობთ თქვენ და თქვენი არხი მithumetes საქმიანობთ აი ამ ხევ და გაშუქება ხდება მეტწილად თქვენ არხზე ყოველთვის. ჩვენ რაც კარგი გვაქვს ეს არის კულტურული მემკვიდრეობა რაც ჩვენ აი მოგდგამს და ჩვენ რაზე ჩვენ მდგევართ აი ჩვენი ფესვები მოდის იქიდან და ნუ ახლა გაშუქებით შეიძლება გადაცემა მაინც ჩაიკარგება და ფილმს სხვა დატვირთვა აქვს რასაც თქვენ აკეთებთ. რა თქმა უნდა სხვა დატვირთვა აქვს მაგრამ ახლა თქვენ რო ბრძანეთ რომ თუ აკეთებს უკიდო მე ახლა ძირითადად მუშაობდი მხატვრულ ფილმებზე მუშაობდი მაგრამ მე ადრეც მაქვს მოყოლილი და მე მგონი 1991-12 წელი იყო და ბატონი გუჯაბურდული და ბატონი გურამ დოჩანაშვილი იყვნენ ჩვენთან სტუმრად ლატალში იონაობა იყო 5 ოქტომბერს ჩვენ დიდი დღესასწაული გვაქვს სოფელში და მაშინ მე მაცხოვარის ეკლესიაში ვიყავ და ფრესკას დამდგევარი და გუჯა და ბატონი გუჯა და ბატონი გურამ მეულებიან რა გინდა იმ ქართულ კინოში შენ უნდა აკეთო სვანური საქმე ასეთი სიმდიდრე გაქვს ამ ხელა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გაქვთ ესეთი სიწმინდეები აი ამაზე უნდა იყო და აკეთო ფილმებიო და ფილმს თუ ვერ გააკეთებ ბლო ისტორიაში დარჩება და არქივი ხო დარჩებაო და ნუ იმის მერე უკვე გადავერთე მე თემაზე ადრე მე ჩემი ხელი დავდივდი მე ვიღებდი და მე უკვე პროფესიონალი ოპერატორი დამჭირდა და ახლა ჩემი ვაჟი მეხმარება და ის იღებს ხოლმე ამ კადრებს და მუშაობთ და ნუ ხელშეწყობე ახლა არიან ღვთისმიერი ადამიანები რომელიც მართლა გვერდში გიდგანან და რომლის მეშვეობითაც ვაკეთებთ ამ ფილმებს და ახლა მაგალითად ახალ პროექტზე და ამ ახალ პროექტში ფილმს ქვია ასეთი სვანეთის ზღაპარდროში განფენილი და მე რაც გაკეთებული მაქვს სვანეთზე დოკუმენტური ფილმები. რამდენი დოკუმენტური ფილმი გაქვს? დაახლოებით 14-მდე. ხო და ეს იქნება მთლიანი კოლაჟი. ერთი იქნება ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, სადაც ძირითადად მოვიცავა კულტურულ მემკვიდრეობას, რაც ჩვენ კარგი გვაქვს სვანეთში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ხეზეკვეთა, ოქრომჭედლობა, მე ფოლკლორი ერთად მექნება მოთავსებული ერთ ფილმში, მაგრამ ვიწყებ ამას მე 1890 წელით, როდესაც ვიტორია სელამ იმოგზავრა სვანეთში, პირველად დროს რაჭალეჩხუმ სვანეთში რო იმოგზავრა და არქივშია ეს დაცული ეს ფოტოები და ეროვნულ არქივში და მინდა რომ აიმით დავიწყო და მინდა გავაკეთო შედარება რაკურსების შედარება როგორი რაკურსიდანაც იყო მაშინ გადაღებული აი იმ რაკურსიდან უნდა გადავიღო იგივე წერტილები ანუ მის კვალს უნდა გავყვე და როგორი იყო მაშინ როგორია დღეს და მაშინდელი ყოფაცხოვრება დღევანდელი ყოფაცხოვრება რა თქმა უნდა 0.01% არაა დარჩენილი ის რაც მაშინ იყო იმიტომ რომ შემდეგ ხო 6 მაგწერა ეს ყველაფერი ღვთისმიერმა კაცმა მართლა 6 თაყაიშვილი მაგწერა ეს ყველაფერი და მე 1890 წლიდან შემოვდივარ 10 წელში მე შემოვდივარ 30 ჯგუფილდმა აი ამ ძველი პერიოდის დოკუმენტური რა არის შემორჩენილი რასაც ფილმში გამოიყენებთ ეგ თუ გაქვთ მოძიებული ფოტოარქივი სელასი და ერმაკოვის სად არის დაცული სელას ფოტოარქივში ეროვნულ არქივშია დაცული ეს ცხონებულმა რეზო თაბუკაშვილმა ხო ჩამოიტანა ეს არქივი და ეროვნულ არქივშია და იქ შესული ვარ და დათვალიერებული მაქვს ეს არქივი ყველაფერი გამზადებული მაქვს და ძირითადად არის ეს ფოტომასალაა და შემდეგ უკვე 20 ერმაკოვი ეროვნულ ჯანაშიას მუზეუმში თუ ხელოვნების მუზეუმში იგაცდა და მე უკვე ფირზე გადაღებული გვაქვს უკვე 20 ფილდის მასალა იქ ფერხულებია იქ ყოფაცხოვრება არის უხმოვის იყო და აი აბას მინდა რომ მაგალითად ფერხული ხო არის დადგმული ფერხული უხმოები აი იმ ფერხული როგორი იყო მაშინ და როგორია დღეს ახლა ანსამბლი რიჰო ხო მოქმედებს სომეხში და ერთ-ერთი მართლა უძლიერესი ანსამბლია და აი ეს მინდა იმას გავაკეთო ახლა იმიტომ რომ ცხონებული ეს ბატონი აკაკი კვიციანი მართლა ბევრს მოღვაწეობდა ბევრს შრომობდა ახლა მე თვითონ შევესწარი როდესაც ინსტიტუტში ვიცნობდი მამაჩემის მეგობარი იყო და 84-ში, როდესაც ჩავედი, მესტიაში მუშაობდი 2 წელი სახალხო თეატრში და 2 სპექტაკლი დავდგით ერთად კულტურის განყოფილების გამოყენება იყო ბატონი აკაკი
და ზუსტად იმ პერიოდში დაემთხვა ახალი არგონავტების ამოსვლა სვანეთში. ტიმ სევერენმა იყო იმოგზავრა საქართველოში და ამოვიდნენ სვანეთში და მაშინ ბატონო აკაკისთან ერთად დაუდგით ეს შეხვედრა ლენჯერში. ტიმ სევერენის ამობრძან და ბატონი აკაკი იყო მასპინძელი ტიმ სევერენის. ვინ იღებდა ამას ვიდეოკამერით? პრიბალტიკის არქივი იყო ვიღაც. ბალტიისპირეთის. ჩვენი მასში საზოგადოებრივ არქივში დაუძებდნენ, მაგრამ ვერ ვნახე ვერაფერი, არ არის მასალა ვერ. იქნებ როდესმე გამოჩნდა. იქნებ შეიძლება გამოჩნდეს რაღაც ძალიან მინდოდა და მე პლუს კიდო აგე კადრებშია უწმინდესის პირველი ამობრძანება სვანეთში. და მაშინ ბატონო აკაკი რომელი წელია ეს? ეს დაახლოებით 80-იანი წლებია. აი ზუსტად 80-იანი ძალიან ახალგაზრდა უწმინდესი. ხო და რო ამობრძანდა ბატონი აკაკი იყო მისი მეგზური და თვითონ ერთად მოილოცეს. კადრებშიც ჩამდა მაყურებელს უთხრა. მესტია მერე უშგულში და ლატალში და იმაში მოხდა საყოველთაო ნათლობა მაშინ. უწმინდესმა ჩაატარა ეს საყოველთაო ნათლობა და ნუ იქიდან დაგვრჩა ეს კადრები და ეს კი რა თქმა უნდა კულტურული და სხვათა შორის ფილმშიც არის ნახსენები რომ 400 რაღაცა ექსპონატი ხო იყო, როდესაც ბატონმა აკაკი 54-ში მგონი მუზეუმის დირექტორი რო გახდა და 2 წელიწადში აიყვანა 7800-ზე მეტი ექსპონატი. აი ამას როგორ აკეთებდა ეს გადმოცემით თუ იცით? აი როგორ აკეთებდა? მაგალითად. იმიტომ რომ მარტივი სვანი კაცის ოჯახიდან ხატის გამოტანა და მუზეუმში გადატანა მარტივი არ იქნებოდა. სხვათა შორის ბატონ აკაკის ისეთი ის ქონდა ყველა ოჯახთან მეგობრული და მოსიყვარულე კაცი იყო რომ მე მახსოვს ხლა ჩვენთან რომ მოდიოდა მამაჩემის მეგობარი იყო და ისე მიუდგებოდა და მამაჩემის გაყოლია საერთოდ ვისაც ამეგობრულა ისე მიუდგებოდა ოჯახის წევრს რომ იქ უფრო დაცული იქნენ ნუ თავისებური ხონდა და სწორად ეუბნებოდა. სწორად ეუბნებოდა იმიტომ რომ სეიფებში იყო დაკეტილი ადრე სეიფები ხო არ იყო და ან ის იყო რა საგანგაშო მდგომარეობის სიწმინდეები რა თქმა უნდა ეკლესიაში უნდა იყოს სიწმინდეები მაგრამ მოულა ხო უნდა და განსაკუთრებული 8000 ექსპონატზე აიყვანეს და მართლა კიდო მის გვერდით თქვა შადური შუკვანი მეცნიერ მუშაკი რომელიც ახლა გარდაბანში მოვაწერა აი სავარძელში რომ ხანდაზმული ადამიანი იჭდა სვანურ სავარძელში ძალიან ბევრი შრომა გაციასა ძალიან ბევრი და პლუს ამას ეს კულტურმემკვიდრეობის ძეგლები და ექსპონატები ხო გაამდიდრეს მაგრამ ამას პლუს ემატებოდა რომ 15 წელი მუშაობდა ძეგლთა დაცვის იმაში განყოფილება და სამმართველოსთან ერთად ძეგლთა დაცვის სამმართველოსთან აღადგინეს რამოდენიმე კოშკი. ალბათ ბატონი ირაკლი ციციშვილის დროინდელი ამბებია იქ ხო? ბატონი ირაკლის დროინდელია ეს და მე ეკლესიების გადახურვები, იმიტომ ყველაზე მეტად ზიანდებოდა ეკლესია და კოშკი ამ გადაუხურავების გამო სვანეთში. და ეხლაც აი ხო ხედავთ როგორი ისაა. ეხლაც ბევრ კოშკს აქვს პრობლემა. ბევრ კოშკსაც უნდა შველა და ეკლესიები მეტი წელი გადახურულია. მადლობა უფალს რომ მაინც შემონახულია უფრო და ძალიან ის არის საინტერესო. ბატონ აკაკიზე თუ ამ ფილმზე მუშაობის დროს ან ოჯახთან ურთიერთობის დროს თუ სტატიები თუ არის დაწერილი ან გაზეთში თუ ქვეყნდებოდა მასე იმ დროს როცა ის მოვაწერობდა. იყო გაზეთი ახალი სვანეთი და მაშინ სვანეთში იყო ახალი გაზეთი ესეთი ახალი სვანეთი. სტატიები ქვეყნდებოდა მაგრამ ბატონი აკაკი როგორი პიროვნება იყო ის არ უყვარდა ის აფიშირება და ის არ უყვარდა ხო არის ადამიანხლა რომ პატარა ბუს რო აკლემად ხდიან წარმოიდგინე ამდენი ექსპონატი მოაგროვა ამ ხელა საქმე გააკეთა და ნუ არის მაშინ ნაკლებად ხდებოდა აფიშირება და ის რო გადის წლები მე ვფიქრდები და მეც ახლა იმიტომ რომ ხო ვიცოდი რასაც აკეთებდა როგორ მაგრამ აი 100 წლის საიუბილეო თარიღი რო დაემთხვა უნივერსიტეტს გასულ წელს შარშანძი უბრალოდ 100 წლის საიუბილეო თარიღი იყო უნივერსიტეტში კონფერენცია მისი დაბადებიდან და რო ჩატარდა ეს კონფერენცია და მაშინ ბარემ მეთქი ეს და გადავწყვიტეთ რომ გავიგებ ხო ვიცნობდი ამ პიროვნებას როგორ ანაირად და ჯობია მეთქი პატარა ფილმი გავაკეთოთ და ჯერ გავაკეთე პატარა ფილმი მე უნივერსიტეტში ვაჩვენეთ ეს და მე უნივერსიტეტის კადრებიც დაემატა და გავამდიდრეთ ეს ფილმი თუ მასალაც წირი მასალა კი მარტო ფოტოები და ეს რო გაქვს მასალა რო არ გაქვს ძნელია მაშინ არ ხდებოდა გადაღებები დღეს ყველას კამერა აქვს და ყველაფერს ვიღებთ მაგრამ მაშინ არ ხდებოდა ესეთი რაღაც თქვენ თუ ნებას დაგხვდავთ არაერთხელ ვაჩვენებ მე პირადად ჩემს გადაცემაში ამ ფილმს და დარწმუნებული ვარ ობიექტივით რა თქმა უნდა ვაჩვენოთ მე ახლა იმისთვის ვაკეთებ ამ ფილმებს რომ აი ახალგაზრდობამ მომავალმა თაობამ ნახოს გაიგონ მართლა
როგორი პიროვნებები, მაგრამ ბევრ შრომობდნენ აკეთებდნენ დღეს აი რა დღეშია ეხლა ყველაფერი ავიღოთ რა ჩვენი ზაცავები, არქივები, ესეთი შეწული ადამიანებია, თუნდაც მაგალითის ავიღოთ ჩვენ, ქალბატონი ელენე ავიღოთ, კაველაშვილი, აი როგორ იცი აი კბილებით რო იცავდნენ ამ საგანძურებს და რას აკეთებდნენ იმისთვის რომ ბოლომდე შენა მომავალმა თაობამ ხომ უნდა იცოდეს ეს. იმისთვის ვაკეთებთ რომ მომავალმა თაობამ ნახოს ეხლა და მე ახლა არ მიყვარს ის დიდი აფიშირება რაღაც ყოლებს, მაგრამ ჩუმად ჩემთვის და მაინც გაიგოს ხალხმა და ვინ იყო და რა იყო ეს პიროვნებები, ვინ იყვნენ, რას აკეთებდნენ, როგორ მოღვაწეობდნენ. კი, სხვა სიტუაცია იყო მაშინ, სხვა წყობა იყო და არ იყო საშუალება ეს როგორც დღეს, მაგრამ ნუ კომუნისტური წყობა იყო მაშინ სხვანაირი მოქცევა, მაგრამ მაინც ახერხებდნენ ამ სიწმინდეების მოვლას, იმას ოჯახებში დაცული იყო, იმიტომ უფრთხილდებოდა ყველა სვანი, რომელ ოჯახში და რომელ გვარშიც იყო დაცული ეს სიწმინდე, მაგრამ დღეს იმას მოვლა უნდა, პატრონობა უნდა და მადლობა უფალს რომ ეხლა მართლა ძალიან კარგი მუზეუმი გვაქვს მესტიაში, სვანეთის მუზეუმი, იმდენი ექსპონატი და იმდენი სიმდიდრე იქ რომ სოფლიო შეშურდება ჩვენი იმდენი სხვა სიწმინდეები და იმდენი მეგობრები. ახლა აღდგა რამოდენიმე ის სახარებები აღდგა. მადლობა ქალბატონ თეას რომ აღადგინეს ქურაშის სახარება, ეცერის, ლახამულის სახარება. ქურაში და ეცერი მგონი ერთი და იგივეა, მე ცუდად ის ლახამულის უფრო ადრე მოხდა. კი, ჯერ ლახამული. ქურაში გასულ წლებში მოხდა. თქვენ თვითონ გადაღებული ქურაში და ეცერის სახარება ხო ერთი და იგივე სახარებაზეა ლაპარაკი. ის სხვადასხვა იმის რა ქვია ლახამულის ის არის უფრო ადრინდელი, ის უფრო ადრინდელია. იმას ლეგენდები დადიოდა ისეთი ლახამულაზე ისეთ საინტერესო სახარება. და ლეგენდები დადიოდა და მეც მქონდა მარტო მე არა ინფორმაცია, რამდენი ცდილობდა იქ ჩასვლას და წამოღებას და სვანებმა არ მიცეს არ დართეს ამისნება არც ეცერში ქურაშის სახარების და არც ლახამულასი და იმიტომ რომ გარანტია არ ქონდათ რომ უკან დაბრუნდებოდა და არ დარჩებოდა ვთქვათ ხელნაწერთა ცენტრში ან ვთქვათ ჯანაშიას მუზეუმში სიტყვაზე ისინი ცდილობდნენ მათი სპეციალისტები დადიოდნენ მე ამაზე სტატიებიც მაქვს გაკეთებული ლახამულაზე 2011 წელს და სამაგალითოდ მოიქცა სახელმწიფო აი და პირადადაც ახლა აი მაგალითისთვის ეს კიდევ არის ალბათ ხელნაწერები საპატრონო აი თუნდაც ახლა ქვემო სვანეთში ავიღოთ მუწდის თავარანგელოს ეკლესია ძალიან ისეთი ფრესკები და ძალიან საინტერესო ეკლესია და იქ იყო ერთი სამი წიგნი რომელსაც მართლა შველა უნდოდა და აი მადლობა მინდა კი ქალბატონ ნაირა ხაბულიანს რომელმაც ვინ არის ქალბატონი ნაირა ხაბულიანი იურისტი არის და ჩამოიტანა თბილისში ხელნაწერთა ინსტიტუტში მიიტანა აღადგინა სამივე აღადგინა მთელი წელი მუშაობდა პროცესი იყო და ისევ დაუბრუნა იმ ეკლესიას და ახლა რო ჩახვალ შვენი ერთი სახარება და მე-16 ტაძარში დაბრუნდა ისევ და ტაძარშია დაბრძანებული და ესე არიან პიროვნებები და ძალიან არ ვიცი ბევრი საქმეს აკეთებენ და თან ახლა აი ამ ახალ პროექტში როგორი სიტუაცია ხო გვაქვს მე-9 მე-10 შუა საუკუნეების ტაძრები ხო გვაქვს სვანეთში მხოლოდ ზემო სვანეთზე გექნება თუ ქვემოზეც ორივეზე უნდა გავაკეთო და ესე იგი შუა საუკუნეების ტაძრები და ახალი ტაძრები ხვაშენდა ესენი ერთმანეთში შეერწყა და სულიერება წამოვიდა. ახლა მეუფე ილარიონი მესtíისა და ამაგის კურთხევით ხვაშენდა და ირაკლი გურჩიანი ააშენა საკათედრო ტაძარი მესტიაში და ზუსტად პატრიარქი რო ჩამობრძანდა 2013-ში მესტიაში ან კათედრი ტაძრის გახსნაზე მაშინ დაიწერა კურთხევაზე და ეტრატი დაიწერა პატრიარქ ეტრატი რომელ ეტრატშიც არის ტექსტი უწმინდესმა რომ მოშურნე გვარები ძველიდან ხომ მოყვებოდა შური ყლელობა ვენდეტას რო ეძახით სვანეთში მოშურნე გვარების შერიგება მიტევება და ყველას მიეტევება თავის შვილებს შვილიშვილებს და იმათაც ცოდები მიეტევება და ხელმოწერით დაადასტურეს და პირველი უწმინდესმა მოაწერა ხელი ამ ეტრატზე და მე იქ ვინც იყო იმ დღეს ტაძრის კურთხევაზე ყველა ხელი მოაწერა ყველა სვანმა და მაინც დაიძრა და უფრო საინტერესო ისაა და აი ეს მოხდა ყველაფერი ეს ხელმოწერები ახაც გრძელდება რა თქმა უნდა თვითონ ტაძარში არის ისა რა ქვია
ეს გაკეთებული სტენდი და ხელმოწერები არის იმაზე. და პირველი უწმინდესმა მოაწერა და ეს მაშინ 13-ში გადავიღე ეს ყველაფერი. უწმინდესის ხელმოწერა, რომ პირველი მევაწერე ხელს ამაზეო და დანარჩენები. ეს ვიდეო კადრები თქვენ გამოყენებული ჯერ არც ერთ ფილმში არ გაქვთ. კი მაქვს, მაგრამ ჯერ მე გამოვიყენე ეს კადრები. ეს ფრაგმენტი? ეს ფრაგმენტი და მე შარშან გავაკეთე. კეთილ საქმენი შენი ესეთი ფილმი და ზემოსვანეთში რაც ტაძრები აშენდა ახალი საკათედრო ტაძრი აი ეს 13-ში ჩამობრძანება თქვენ დაპირებული ხართ რომ მისი ტელეპრემიერაც ამ სტუდიიდან ეს მე გადაღებული მაქვს ეს ფილმი 9 საათიანი ფილმი არის ხო და ამასაც რა თქმა უნდა მე შემდეგში თქვენ არხზე აუცილებლად და იქ არის საინტერესო აი ამაზეა აწყობილი ეს რომ შერიგება, მიტევება და ცოდვები აი ეს ფილმი რომელიც უნდა ვაჩვენოთ? ხო, მომავალში რომელიც უნდა ვაჩვენოთ და ეს ტაძარი მართლა დღე-დაღამური მუშაობით მეცენატემ აი მართლა ბიზნესმენმა ირაკლი გურჩიანმა ააშენა ეს პატრიარქ უწმინდესის კურთხევით, რა თქმა უნდა და უწმინდესმა აკურთხა ეს ადგილიც და მე რა თქმა უნდა გახსნის დღე და ჩემო ჯახსაც აქვს ძალიან მცირე წვლილი ამ ტაძრის შენების დროს გაღებული და ამითი ვამაყობ და ბედნიერი ვარ. მადლობა უფალს და ყველას მადლობა რომ მართლა ამ ხელა საქმე ეკეთება და ამ ხელა საქმეებს აკეთებენ და აი იმიტომ მუშაობ ძირითადად ამ თემებზე ახლა იმიტომ რომ არ ვიცი ახლა ეს ისტორიაში დარჩება მე და წლები რო გავა და ახალ ფილმს რა ერქმევა? ახალ ფილმს ერქვა სვანეთის ზღაპარდროში განფენილი. დიახ და რამდენ წუთიანი იქნება და ეს იქნება დოკუმენტური თუ მხატვრული თუ როგორი? მხატვრული დოკუმენტური. ეს იქნება სრულმეტრაჟიანი. მე ველოდები ახლა კინოცენტრმა გადაწია გამოცხადება კონკურსის. ოქტომბრისთვის გადაიწია, სექტემბრისთვის ველოდები და გამზადებული მქონდა პროექტი, რომ შემეტანა კინოცენტრში და ის იქნება სრულმეტრაჟიანი ფილმი. ანუ სცენარი დაწერილი. სცენარი დაწერილი მაქვს და გამზადებული მაქვს. მსახიობებმა უნდა ითამაშონ? მსახიობები იქნება, ეს იქნება როგორ გაიდ ფილმივით იქნება აი დისკავერი სტილში, რომ წამყვანიც ესე იგი გიყვება. მთხრობელი და მთხრობელი აი ორივე აი შულზერო ფილმია, თქვა ძაზა ხუციშვილი რო ამ მთხრობელი ეს ამ მეყოლება იქ წამყვანის მთხრობელიც და ისიც მექნება რა როგორც სხვა ფილმებზე მაქვს. და აი ეს ხმა რომელსაც ეს ამ ფილმში რომელიც წარმოადგენთ ახმოვანებს ფილმს დეკანოზი მამა კონსტანტინე ლეკიშვილი შეუდარებელი ხმა აქვს სასწაული ხმა აქვს მამავს იმ ფილმშიც მიიღებს ალბათ მონაწილეობას მთხრობელი ვინ იქნება? მთხრობელი უფრო მე მაინც მამა მთხრობელი ჯერ ვფიქრობ რა ამაზე ჯერ ერთი ახალგაზრდა მინდა რომ ისა და დანარჩენი ტექსტი რა თქმა უნდა ისევ მამა კონსტანტინე ესე ყოველთვის თან იმიტომ ეს ხომ მსახიობი იყო სანამ მამა გახდებოდა მანთან ძალიან ძლიერი მსახიობი იყო მე ფიზიკურად არ ვიცი ვინ არის მაგრამ ძალიან მომწონს მისი ხმა და რაღაც გულით ახმოვანებს ფილმს სხვათა შორის საპატრიარქოს რადიო როა იბერია. აი იქ ძირითადად მაგი ახმოვანებს ყველა იმას. დიახ, იმიტომ რომ ძალიან შესანიშნავი ხმა აქვს. ამ ფილმით რომელიც დღეს მაყურებელმა ნახა ფუძეძლიერი კაცი, ეს თქვენი იდეა იყო, ესე დაგერქმიათ ფილმის და სახელი? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ ახლა მაინც პიროვნებაზე რო აკეთებ ფილმს, ხო? ისე შეიძლება ახლა იმაზე ხო, რაღაც ხომ მოუფიქროთ, ფუძეძლიერი, მართლა რომ ფუძეძლიერი იყო, იმიტომ ისეთი შთამომავლობა დატოვა ამ კაცმა, ისეთი შთამომავლობის იყო და მართლა ძლიერი ოჯახიდან იყო. მართლა ფუძეძლიერი. ჩემთვის პირადად, ჩემთვის კიდევ ერთხელ ამ ფილმით დადასტურდა, რომ ჩვენ შორის ქართველებს შორის ყველაზე მაგარი ქართველები არიან სვანები. მე ესე ვთვლი, მე რაჭველი ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ სვანები არიან მაგარი ქართველები. რაჭველები და სვანები, ახლა მაინც ძირძველი ქართველები. არა, ყველანი ქართველები ვართ, ყველა კუთხიშვილები, მაგრამ სვანები ყველაზე მაგრები ხართ. ახლა იმიტომ ახლა მაინც რაჭველიც და სვანის უნდა, ხო? მართლა ძირძველი ქართველები ვართ, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდეს, კიდ რაჭვ, კიდ სვანი, ცხამთას მაინც ის სვანია და რაჭველი. გადაცემა მემკვიდრეობა დასასრულს მივახლოვ და კიდევ ერთხელ მადლობა რომ თქვენი ფილმის ტელეპრემიერა შედგა ამ გადაცემაში თქვენ ნახეთ ბატონ აკაკი კვიციანზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი ფუძეძლიერი კაცი გადაცემის სტუმარი გახლდათ რეჟისორი ბატონი სპარტაკ ფარჯიანი მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ.